საღამშვიდობისა, თქვენ უყურებთ პოსტ-ანალიტიკას, მე ზვია დავალიანი ვარ, ჩვენ ვსაუბრობთ მიმდინარე აქტუალური საგარეო და საშინაო პოლიტიკური თემების შესახებ. დღეს საღამოს ჩვენი სტუმარი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა იქნება. საღამშვიდობის ბატონ გოგა, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხარ დღეს საღამოს და დავიწყოთ დღევანდელი აქტუალური თემების მიმოხილვა და დავიწყოთ მე მინდა ამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მიმდინარე დებატების თემით. მესამე დღეა უკვე პორტუგალიის ქალაქ პორტოში მიმდინარეობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც უნდა მიიღოს ყოველწლიური ანგარიში, სადაც საქართველოსაც იქნება საუბარი და მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე იმდენ უსამართლობას შევეჩვიეთ ევროპული სტრუქტურებიდან, არაფერი არ გაგვიკვირდება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი პოზიციები და მნიშვნელოვანია თითოეულ წინადადებას, რაც ჩაიწერება ამ ანგარიშში, მივაქციოთ ყურადღება. დღეს სერიოზული დებატები იყო. ლევან მახაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე მონაწილეობდნენ ქართული საპარლამენტო დელეგაციის მხრიდან ამ დებატებში და მაია ბითაძეც და საინტერესო არგუმენტები და კონტრარგუმენტები მოვისმინეთ. მოდით ვისაუბროთ ამ არგუმენტებზე და პირველ რიგში რატომ არის ასე დაინტერესებული ევრობიუროკრატია, რომლის წარმომადგენლებიც მრავლად არიან ეუთოში, მათ შორის დღეს პოლონეთის წარმომადგენელსაც მოვუსმინეთ, რომ ჩაიწეროს ამ ანგარიში თითქოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა დარღვევებით და გაყალბდა მაშინ, როცა არავის, მათ შორის არც ეუთო ოდირის წარმომადგენლებს ასეთი რამ არ უთქვამთ. Ну, პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, ის აღარ არის საინტერესო აბსოლუტურად, იმიტომ რომ ამან აბსურდის სახე მიიღო რა. იქ თვითკვლელების ხედან, საკუთარი პოლიტიკის თვითკვლელების ხედან ადამიანები, რომელსაც აღარც სინდისი აქვთ, აღარც ნამოსი, აღარც პოლიტიკური ღირსება. ის, რასაც ჩვენ ვისმენ და რასაც ჩვენ ვხედავთ, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ცივილიზაციის ეს ნაწილი, მსოფლიოს ცივილიზაციის ატლანტიური, ამერიკიან აღარ არსებობს რა, იქ ეს არის ჩამოშლილი აბსოლუტურად, იმიტომ რომ საფუძველს მოწყდნენ სიმართლეს, კანონს, წესს. ეხლა შეიძლება რომ ადამიანი გამოდიოდეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე და იძახდეს, რომ ესე იგი ეუთოს საპარლამენტო ეუფო ოდირმა გააყალბა ისენიო, რა ქვია, დასკვნებიო. ნუ ეხლა ეს ხო იმის იქით აბსურდი ხო არა, საკუთარ თავზე ლაპარაკობს. მე რა რო ის თვითონ არ ყოფილა იქ პეტრე და პავლე იყვნენ, მაგრამ ეგეც ხო იმ ესე იგი ადამიანი ამბობს, რომ ჩვენ თვითონ ვაყალბებთ დასკვნებს. ანუ ვერ ეს აბსურდი არა, ეს აბსურდი იყიდება ყველაფერი, სინდისი, ნამუსი, ეს ინგლისელი ის რო არის დეპუტატი ვიღაცა ეს ყოველ წუთში ვილსონივით, ის ჯო ვილსონი რო არის ერთი რაღაცა გადამდგარი ჩეკისტი რა, მე რომ მკითხო, ხო? მე რომ რაც იქ ხდება, საერთოდ რასაც ჩვენ უყურებთ სოფლიოში, რაც ხდება, ეგრეთ წოდებულ ევროატლანტიკურ სივრცეში დასავლური ღირებულებები და დასავლეთი დემოკრატია, ამერიკა მელაპარაკება დემოკრატიაზე, ამერიკის პრეზიდენტი გამოდის და იცახის, რომ CNN-ი უნდა დავაპატიმროთ მთლიანად ყველანიო. და CNN-ის ერთ-ერთ ჟურნალისტზე იძახით, რომ გააგდეთ იქიდან ძაღლივითო. ისრაელის სასამართლოს ეუბნება, რომ კეთილინებეთო და შეწყვიტეთ საქმე ნეტანიაჰუს წინააღმდეგო და იქ ერთი 5 საქმეა ნეტანიაჰუს წინააღმდეგ, კორუფცია, მაგის სოლი, მაგის შვილი და მთელი ამბებია. ესე იგი, სათავეში ზის და ჩვენ გველაპარაკებიან ავტოკრატიაზე, ჩვენ გველაპარაკებიან იმაზე, რა ქვია, ეს ოლიგარქიაზე, ხო? სათავეში ის მილიარდერი. და მთავრობაში ყავს 6 მილიარდერი. რას ლაპარაკობენ, კაცმა არ იცის. სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. კანადა შტატი უნდა გახდეს. პანამის არხი ამერიკას ეკუთვნის. მექსიკის სრუტეს ამერიკის სრუტე უნდა და გრენლანდია, ნუ ხო ეს ამას ხო ეს ხო ყველაფერი მთელ. ხო, მაგრამ ამერიკიდან შედარებით ნაკლები პრეტენზიები. არა, იქიდან მოდის ყველაფერი თავი და თავი იგზის თავი და თავი. ეხლა რომ დასინოდა ეს deep state, mid state რო ლაპარაკობდნენ, აგერ თუ არ არის შეხედეთ. ისრაელი გაწირეს. ამაზე დამცინეს აქ. ოკოლო ჟურნალისტები რო არიან, შეიძლება ამაზეც შემედაონ რა, ეს რუსულ სიტყვებს ხმარობ, ხო? აი, ვითომ ჟურნალისტი, ანალიტიკოსები. ისრაელი გაწირეს. უბედურ დღეშია ისრაელი. თქვენ წარმოვიდგინეთ, ქვეყანა არ არის დარჩენილი, რომელიც ასე ვთქვათ, ნეგატიურად არ არის განწყობილი იმისადმი, რაც იქ ხდება, ხო? ეს ირანთან რა მოიგეს, ვერ გავიგე. თვითონ ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომ აღმოჩნდა, რომ ისეთი დამალული ლაბორატორიები ჰქონდათო.
და იქ სიმართლე რო თქვეს, რომ რეალურად გამოვიდა ეს grossi და თქვა, რომ 2-3 თვე დაჭირდება ირანს, რომ აღადგინოს ყველაფერი, რასაც აკეთებდაო. ერთხელ განაცხადა ტრამპმა, რომ აი ჩვენო გავაფრთხილეთ წინასწარ, რომ ეს ხო ყველაფერს, რასაც მე ვლაპარაკობ, ეხო ჩემი მოგონილი არ არის. ეს ხო აი აქ არის ყველაფერში, მათი განცხადებები ოფიციალური, რას ლაპარაკობდნენ. გავაფრთხილეთ, რომ დაბომბას ვაუპირებთო და გაიტანეს ყველაფერიო, მე განაცხადა, რომ არაფერი არ გაუტანიათ, ყველაფერი დაუნგრიეთო. გამოვიდა ის სააგენტოს, ვინც ყველაზე კარგად არის გარკვეული ამ საკითხში და თქვა, რომ არაფერი 2-3 თვე დაჭირდებათო. შედეგად მიიღეს, რომ ირანმა გაწყვიტა ურთიერთობა იმ სააგენტოსთან, საერთო სააგენტოსთან, რომელიც ამას უყველაფერს აკონტროლებდა და ქონდა შესაძლებლობა იქ შესვლის, ნახვის და ყველაფერს ეხლა ამის შესაძლებლობა აღარ აქვს, ხო? სანამ ეს დაბომბავდნენ ამ ირანს, ერთი თვით ადრე გამოვიდა ახალი დაზვერვის ხელმძღვანელი იმისი ამერიკის შეერთებული შტატების და თქვა, რომ არანაირი შანსიო ირანსო იმისი ატომური ბირთვული იარაღის შექმნის არა აქვს ჯერჯერობით, ახლოსაც არ არის. არა მარტო მაგან ჩვენ უამრავმა, ხო? ტრამპმა თქვა, არ მაინტერესებს რას ამბობს დაზვერვის. არა, იმას არ აინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს, დანარჩენი მსოფლიოც ხო არის. მაგაშია საქმე, რომ იმას არაფერი არ აინტერესებს. იმათ თავისი ინტერესი. აბა შეხედეთ რა ხნეს. იწვალეს საქართველოსდან ვერაფერს ვერ გახდნენ. მივხვდნენ, რომ ეს ქვეყანა გახდა ქვეყანა, რომელსაც აქვს უნარი თავის ინტერესები დაიცვას. და თქვას არა იქ სადაც სოფლიოს უდიდესი ნაწილი მაგას ვერ ბედავს აი ამ ევროატლანტიკურ სივრცეს ამბობ და გადაიტანეს დარტყმა სადა შეხედე აზერბაიჯანში რა ხდება შეხედე სასონხეთში რა ხდება ხო იქშიც ნიშანდობლივია კაია კალასი ყავდათ იქ გაგზავნილი ის წავიდა ეს წამოვიდა და მიდის ერთი ამბავი ხო ეხლა იქიდან ცდილობენ სომხეთი ეხლა ისე ახლოა კაია კალასმა რა თქვა მაგას მნიშვნელობა არ აქვს მამაღლა რა თქვა მაგას არავინ არ აკითხება კაია კალასმა საკუთარ სახში რა ხდება ის არ იცის საკუთარ სახში რა ხდება მაგის დარას ლაპარაკობს მაგის ქმარი ვისთან აქვს ბიზნესი ამას არ აქვს მნიშვნელობა რა გზავნილი ჩაიტანა იქა რაც ჩვენ არ ვიცით და ვხედავთ ჩვენ შედეგს ხო გადაიწია აი ამ ისრებმა იქით ხო აღარაფერი დაფარული არ არის და თავარი ჩვენი ამოცანა შენია გადაცემის ჩემი როგორც რესპონდენტის რომელიც ხშირად ეთერებშია და ბევრი სხვა ადამიანის არის რომ სიმართლე უთხრათ ქართულ საზოგადოებას საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე იმის შესახებ რა ხდება მსოფლიოში ხო ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ამ ინფორმაციით ასე ვთქვათ გაჯერებული ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს და გადაირჩენს თავის თავს. და ბევრად უკვე ეს ჩვენ ბეწვის ხიდზე გავიარეთ ამ 3 წლის განმავლობაში, რას გაუძელი ჩვენ და რას წარმოადგენენ ეს ვითომ ელჩები ეს დაზვერვის თანამშრომლები პირდაპირ. ღიად უსინდისო უთავმოყარეო პირველ რიგში საკუთარ ქვეყანას არ წვენენ. ჰერჩინსკი, ფიშერი და დღეს რა ილაპარაკა ამდენიგანმა, ხო? ეგ დიდი ხანია მე მაგას ვიძახი და ბევრმა ჩვენთაგანმა იცის რას წარმოადგენდა დენიგანი და ვინ არის და რა არის და რა დღეს რეები ილაპარაკა წარმოგიდგენია ამის უფლებას დიპლომატი თავის თავს არასოდეს არ მიცემდა მაგრამ ყველაფერი დაანგრიეს ყველაფერი ჩამოშალეს არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ტყვილი რასაც გინდა იმას ვიტყვი აბა რას ლაპარაკობდნენ ეს აი ამ საპარლამენტო ასამბლეაზე ეს ვითომ დეპუტატები თუ რას ბოდავდნენ და ვისთვის ლაპარაკობენ ამას მაინტერესებს ჩვენთვის ჩვენ ხო ვიცით რომ ეს ტყილია თვითონაც იციან რომ ეს ტყილია მადლობა ღმერთზე სამხარაძე რა კაცი ყოფილა ვენაცვალე და დღეს როგორც თავი უჭირავთ ამ მახაშვილს სამხარაძეს მაია ბითაძეს ეს რაზე მეტყველებს იცი რომ ზურგი აქვს გამაგრებული ქვეყანას წარმოადგენენ ამიტომ აძლევს თავის თავს უფლებას რომ ამერიკის დელეგაციის წევს უთხრას რომ რატო იტყუები ამ ხელაკაცი არ გცხვენიათ რატო იტყუებით თქვენ ხო არ წვენთ თქვენ თავს თქვენ სამშობლოს ამ დაწესებულებას არ წვენთ რომლის წარმომადგენლები ხარ და ზიხართ იმიტომ რომ ზიხარ და იტყუები პირდაპირ თან მწყვილს მოკლე ფეხი აქვს ისეთ რამეს იტყუები გეკითხები რომ დამი დასტურე ერთი სიტყვა შენი რასაც შენ ლაპარაკობ ხო არა მარტო თვითონ ვერ დაადასტურეს ძალიან საინტერესო იყო ისიც რომ ყველა ერთ აზრზე არ არის ამ ასამბლეაზე, მათ შორის შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის სიტყვა შეიძლება გამოვყოთ, რომელმაც პირდაპირ თქვა კაცმა, რომ ჩვენ ვიყავით დამკვირვებლებად და ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული, ვციტირებ საგანგებოდ, სამართლიანად, არანაირი დარღვევა არ ყოფილა, იგულისხმება სერიოზული დარღვევა, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგზე, მაგრამ
არჩევნების შედეგი არ აღმოჩნდა სასურველი ბევრი ევროპული ქვეყნისთვის. ქვეყნისთვის არა. ეს არის იმ ოთახისთვის, საიდანაც იმართება ეს ქვეყნები. აბა შეხედეთ რა. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დაწყებული და ესპანეთის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე დამთავრებული ერთ და იგივე დღეს, ერთ და იგივე დროს, ერთ და იგივე განცხადებას ერთი და იგივე სიტყვებით აკეთებენ. შენ რა გინდა მითხრა რომ ეს ვთქვათ რაღაცა ზეგარდებლად მოვიდათ ეს ერთი ოთახიდან მიდის ყველასთან. წარმოიდგინეთ სადამდე არის დაცემული და რამდენათა აქვთ ასე ვთქვათ. აი ბატონყმობა დამყარებული მსოფლიოში, ხო? ამ deep states რო დასცინიან აქ ის ბურატინო რო დარბისი. deep state რამ სიმაღლეა, რამ სიგანეა ხო არ გინახიათ, ხო? აი რამ სიგანეა აგერ ვნახეთ ჩვენ, ხედავთ ისრაელში, ხედავთ ირანში, ხედავთ უკრაინაში, რამ ხელაა და რამ სიმაღლეა და რა ძალაა. წარმოიდგინეთ საერთაშორისო პენკლუბი, წერლების გაერთიანება. აკეთებს განცხადებას, რომ დაუყოვნებლე ვითხოვენ პოლიტიკური სინთეზის პანტიმრის ზვიად რატიანის განთავისუფლებას. ადამიანს, რომელმაც საჯაროდ მთელი მსოფლიოს დასანახად სილა გააწნა პოლიციას, როდესაც ის თავის მოვალეობას ასრულებდა. ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს არაერთხელ ამა გამეორებული. ფესტივალზე ჩავედი და დამახვედრეს მანქანა. მომწეს გასაღები და მითხრეს, რომ გამაფრთხილეს წამოიღე მართვის მოწმობაო, რომ დიდი ხნის ფესტივალი იყო 20 დღეს და რომ იქ თავისუფლად იმოძრავო შენ თვითონ. გამაფრთხილეს, რომ ღმერთმა დაგიფაროსო, თუ გაგაჩერა პოლიციამო. საჭედან ხელები არ მოხსნაო, არავითარ შემთხვევაშიო. აი საჭაზე კონდეს ხელებიო, სანამ პოლიციელი არ მოვა და არ გეტყვის, რომ შეგიძლია საჭედან. ღმერთმა დაგიფაროს და იმას რო ეძახიან ბარდაჩოქს. იმისკენ ხელი არ წაიღო, თორე გესვრისო. და ჩემი თვალით მაქვს ნანახი საფრანგეთში, გერმანიაში, იმაში რას უშვებიან, ვინ ლაპარაკობს ხელის დარტყმას პოლიციელზე. ხა მაგას ხო აღარავინ აღარ ლაპარაკობს. უბრალოდ აგერ ამას წინათ კადრები იყო და მეც ამაკ აგერ რა, რომ სიტყვა შეუბრუნა ქალმა და რა დღეში ჩააგდეს. როგორ ფეხქვეშ წეკლქვეშ ამოიდეს და ადამიანმა ხელი გაარტყა პოლიციელს, მთრალმა, წერალმა. ინდა კომპოზიტორი იყოს. დაუყოვნებლივ თან ტონალობა ნახე რა, ყველა განცხადებას აკეთებს დაუყოვნებლივ გამოუშვით. ის გამოუშვით, სინთის ვინ არის სინთის პატიმარი? მზიამაღობელია სინთის პატიმარი? ან ის რო იყო ვიღაცა, თვალები რო ქონდა დახატული და ერთი ადგილი კიდე უკან, ის სინთის პატიმარია? რა კავშირი აქვს სინთი? როგორ არ ცხვენია თამათ? სინთის პატიმარი მერაბ კოსტავა იყო. 11 წელი იჯდა ჯურგმულში. 46 კილო გამოვიდა იქიდან. 5 დღე იმაში გაატარებენ სინთეზის პატიმრები 5 დღიანი, 7 ერთკვირიანი, ორკვირიანი, ხო? ოლეოლატროლაილები, ხო? ხო და ეს კარგი ამათ გასაგებია ეხლა ამათ სადისწავლეს ვინ არიან კი ვიცით აქ შიგნით, მაგრამ ეს რო ეუთო საპარლამენტო ასამბლეაში გესმის, ევროკავშირში გესმის, ევროპარლამენტში გესმის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გესმის, ჯო ვილსონი ეს სირცხვილი ამერიკის და წარმოუდგენელი პერსონაჟი, მე ეგეთი არაფერი მინახია საერთოდ, რაღაც შაპიტოს არიკადრებს შაპიტო ესეთი ვიგინდარის სკოლას. წარმოიდგინე რეებს იძახის. მე ერთხელაც მინდა აგერ შენ მინდა. ერთი ამოიღეთ რამდენი განცხადება აქვს საქართველოზე გაკეთებული. ძალიან ბევრი, მე მგონი თვითონაც $1000. კეზერაშვილის ფულზე რო ამერიკის კონგრესმენი, სენატორები, შახინი, მახინი, ტრახინი, რიში, მიში ვინ არიან იქ? კოენი, მოენი, ხო? რა დღეშია ეს სამყარო, აზე ხარ? რა დღეშია ეს სამყარო? ხო, მაგრამ ამერიკაში ხო ჩვენ გქონდა მოლოდინი და რეალურადაც არის იმის ნიშნები, რომ რაღაც შეიცვალოს. მას მერე რაც ხელისუფლება შეიცვალა, ადმინისტრაცია შეიცვალა ამერიკაში, აგერ დენი განიახსენეთ და პენსიაზე გაუშვეს, ხო? ეხლა შეიძლება ეს ჩვენ სურვილი იყოს, რომ ეს დაუკავშიროთ ახალ ადმინისტრაციას, მაგრამ არა, არ სურვილი კი არა, პირდაპირ ეგრეა. ზუსტად ვიცით, რომ ეგრეა. ხო, ფაქტია, რომ სულ მცირე აი ესეთი თავდასხმები, როგორც იყო წინა ადმინისტრაციის დროს, ახლანდელი ადმინისტრაციის დროს არ შეინიშნება. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ევროპაში სადერთუგვიან მოხდება ასე და გაიმარჯვებს საღი აზრი, მათ შორის გაიმარჯვებს ის აზრი, რომელიც დღეს შვეიცარიის დელეგაციის გაიმარჯვებს, მაგრამ ვაიმა გამარჯვებას, იმიტომ რომ მემარჯვენეები მოდიან. მემარჯვენეები უპირისპირდებიან და ხშირ შემთხვევაში რადიკალი მემარჯვენეები რა, რომელიც თავისთავად, ეხლა ამ ეტაპზე თითქოს ჩანს, რომ ვთქვათ, ამ ლიბერალებზე უკეთესი ყველაფერია, მაგრამ იქ სიმძიმე ეგრე მარტივი არ არის. ექსტრემიზმი
ხო? წინააღმდეგობა, ლიბერალიზმი შობს წინააღმდეგობას. წინააღმდეგობა არის ექსტრემიზმი, იმიტომ ორივე ასე ვთქვათ, ექსტრემალური მოთხოვნებითაა გამოდიან. ესენი გარყვნილების ბოლომდე ისინი რაღაცა თავის ინტერესების დაცვის, მაგრამ ამ ინტერესების დაცვა განსაკუთრებით ზოგიერთ ქვეყნებში ჩვენ კარგად ვიცით, რაში გამოიხატება ხოლმე სულ ეხლახანს, ასე ვთქვათ, გვახსოვს ეგა, ხო, ისტორიიდან. ამიტომ ეს სახიფათოა, ბუნებრივია, როდესაც ესეთ დაპირისპირებული ურთიერთ რადიკალურად დაპირისპირებული ძალები არიან შუა არ არის. გონება არ არის. შენ წარმოვიდგინე ერთადერთი ქვეყანა მთელ ამ რეგიონში, სადაც მშვიდობა არის შერჩენილი, სადაც გონებით მოქმედებს ხელისუფლება არის საქართველო. გაიხედე გვერდზე რა ხდება. სასონხრეთში რა ხდება, აზერბაიჯანში რა ხდება, თურქეთში რა ხდება. უკრაინაზე აღარ ვლაპარაკობ, უკრაინა. ეს ჩვენი სამეზობლოა, ხო? ამერიკა 12000 კილომეტრის იქით არის რა. და ეს განცხადები წერონ და იკითხო რამდენიც უნდათ რა. მე რა. შედეგი რა მოყვება ამას? იმას რო ვერ დაინახავ, რომ ერთადერთი პროამერიკული ქვეყანა რეგიონში იყო, აღარ არის და არც იქნება, აწი. იყო საქართველო, მარტო ხო გეუბნე, მარტო ის რაც გაიღო ამერიკის ინტერესებისთვის, ახლა იქ მსოფლიო დემოკრატიაზე ლაპარაკს ნუ დამიწყებს ნუ რა ვინა, ავღანეთში და ერაყში და ყველგან სხვა მისიებში როგორც ჩვენი ასე ვთქვათ სტრატეგიული პარტნიორების მათი ინტერესების დასაცავად მივდიოდით და გუშინ წინ ვნახე აგერ დასახერჩერებული ბიჭები იჯდნენ იქ თუ გახსოვს ის იყო შეხვედრა მაგათთან თავდაცვის მინისტრი შეხვდა და იქ რაღაცა შეჯებდა რაღაც ის მოაწყეს და უყურებდი ახალგაზრდა უფეხო უხელო ახალგაზრდა რატო იჯდნენ ქართული ინტერესების გამო დაკარგეს არა ამერიკული ინტერესები და პასუხი არის დენინგანის დღევანდელი გამოსვლა ეს უთავმოყვარეო ქალი რა ეგენი ხო სულ ყველანი ნაყიდები არიან რა მნიშვნელობა აქვს ფულით, მულით, ინტერესით თუ რით ნაყიდები არიან, გაყიდული სულის პატრონები არიან ეს ფიშერი, სამარცხვინო მოვლენა ეს ხერჩენსკი მაგას რო თავმოყვარეობა ქონდეს ერთი წუთი საქართველოში დარჩებოდა მაგრამ ეუბნებიან აქ იყავი იქიდან როგორც ხაზარაძეს, ჯაფარიძეს იმის უთხრეს შედით ციხეში თქვენი ფეხით ვერაფერი ქენით ამდენი ხანი აგერო მოყიდეთ სული რატო ვერაფერი ვერ ქენ აბა დავაეხა ციხეში სულ ყველანი იქნება იქიდან ავრიოთ მაგრამ არავის არ აინტერესებს არავის ზიად აი ამ საზოგადოებას არ აინტერესებს იმიტომ რომ იმათმა დაიმსახურეს იქ ყოფნა თავისი უსინდისობით თაღლითობით თავისი ქვეყნის გაწირვით იმიტომ რომ მაგათ ყველა ვინც იქ შედან ეხლა ეს ქვეყანა გაწირეს იმას თუ დავაკვირდებით ეს ბოლო აქცია რომ ჩაატარეს ერთი კვირა რომ იმზადებოდნენ რამდენი ადამიანის გამოყვანა შეძლეს რა თუნდა ეს სამი რამდენი ხანია ესე გრძელდება ეხლა რა აქცია უნდა მოაწყოს სალომე ზურაბიშვილმა ხო ეს დენიგანის დონის დაზვერვა უნდა იყო რა რო გეგონოს რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება საქართველოში რამე როლი ითამაშოს რა ამ უსინდისო ქალმა ამ უთავმოყვარეო არსებამ მე ერთი რამე მინდა გითხრათ, აბა ნახეთ, ამოიღეთ მისი ვიზიტები, მისი პრეზიდენტობის დროს, რაოდენობა ვიზიტების და მე პრეზიდენტობა რო აღარ არის, 5ჯერ მეტია. და რატო ვერ გავიგე? და ვინ აფინანსებს? მაგას არა, ვინ ეგ თავს გასაგებია, ვინც აფინანსებს, ვინც ამ ბოროტება. საქართველოს გახსნა პანდორას ყუთი, იცოდე. სოფლიოს ბოროტების პანდორას ყუთი გახსნა და ყველამ დავინახეთ თელმა სოფლიომ ჩაიხედა შიგნით საქართველოს მაგალითზე როგორ მოქმედებს ეს ბოროტება სადაა ასე ვთქვათ ფესვები გადგმული რა ესე იგი როგორაა გაწყობილი ეგ სისტემა ხო ყველამ ვიცით სახელით გვარით რომელიც მინისტრი რომელ ქვეყანაში რომელი პარლამენტარი რომელი ეუთოს თუ იმი ყველაფერი ვიცით უკვე დაფარული აღარაფერი აღარ არის და ეს პანდორას ყუთი გახსნა საქართველოს ამ 3 წლის განმავლობაში რაც ჩვენ თავს დატრიალდა ამას ხო ყველა უყურებს ამას ხო ყველა შენ გონია შვეიცარიელი რა საქართველოს უყვარს ისე გაგიშ და იმან ის ხდება საფრთხეს დღეს საქართველოა ხვალ შვეიცარია იქნება და შვეიცარიელებისთვის განსაკუთრებით იმ მაგალითზე რაც უქნეს შვიდ კაპიტალს ხო ამ ბანკს რომელიც ერთ-ერთი სამ ბანკში იყო დამფუძნებელი შვეიცარია ხო საბანკო სისტემაზე დგას საბანკო სისტემამ შექმნა შვეიცარია როგორც წარმატებული ქვეყანა დიდარი ნეიტრალი და ასე შემდეგ შენ წარმოვიდგინე ის გაწირეს ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში გაწირეს ის ბანკი და გაწირეს ეს სახელმწიფო და ეს დეპუტატი იქ როზის მე თუ მესმის ესა და შენ თუ გესმის იმას არ ესმის
ის ხო ხედავს ამ აბსოლუტურ ყველა სულგაყიდული კი არ არის პარლამენტებში უამრავი ადამიანები არის განსაკუთრებით ახალი შესულებია სხვადასხვა მოძრაობებიდან ხო რომლე ეგერ ნახე ევროკავშირში ხო ნახე 70 კაცმა თუ რამდენი იყო იქ დაწერეს პეტიციას თუ ეს რო ჩვენ რას აკეთებთ რა გამოსვლებია ერთი დააკვირდი მე მაგალითად არხს გავხსნიდი სპეციალურად რომ თარგმანი იყოს ევროპარლამენტში დებატები რომ მიდის საქართველოსი კი არა ერთმანეთში რო დებატები მიდის რეებს ლაპარა ამ ფონდერ ფაიზერი რო არის ეს ქრთამის დედა ხო მაგის საკითხი დგას უკვე რო გადააყენონ ოფიციალურად დადგა უკვე მოგროვდა საკმარისი რაოდენობა დეპუტატების ვინც აყენებენ საკითხს რომ გადადგეს იმიტომ რომ იმდენი კორუფციული სქემა რამდენიც ევროკავშირში უკანასკნელი აი ამ დროის განმავლობაში გაიშიფრა და ვის უჭირავს ყველაფერი ეს აი მათ უჭირავთ იქ ვაშინგტონში რო ოთახია ვინც აკონტროლებს ამას სულ ყველაფერს ხო ტრამპი ხო დაგვირდა რომ მოვიდა ხელისუფლებაში რომ დავამარცხებო ამ deep state-ო ჯერჯერობით ხო ნუ კიდე სხვა აი ზაზა შატირიშვილის წერილი ნახე წაიკითხე ზაზა შატირიშვილის ხო აი ძალიან კარგად აქვს ელჩებზე წერს საერთოდ ის ეგენი არ არიან ელჩები ფიშერი როგორი ელჩია რა ელჩია ფიშერი ნუ ელჩის ფიშერი ელჩი არც ხაშის კი არ არის ელჩი და არც დენიგანი არ არის და საფრანგეთის ელჩი არ არის ელჩი როგორ არიან ეგენი ელჩები ზაზას ხოთაშორის ერთ საინტერესო მომენტს უსვამს ხას აი ბოლო წერილში რომ ამ ელჩებსო აქვთო ბჭყალებში გამოვიყენოთ ელჩები აქვთო ფუნქცია რომ მოახდინონ დისკრედიტაცია კონკრეტული პოლიტიკური მოძრაობების ხელისუფლებების პიროვნებების და შემდეგ ანუ იმ დონეზე მიიყვანონ ეს დისკრედიტაცია და ზიზღი და შუღლი საზოგადოებაში რომ შემდეგ ვიღაცამ გაისროლოს ისროლოს მათი მისამართი ეგრეც არის ეგრეც არის იმიტომ რომ ეგრეც აბა შეხედე რა იქამდე აი სასაცილომდე მიდის ფიცოს მაგალითი მოყავს აი რასაც აი ეს ოლეოლა ტრულაილები რო დადიან აი რასაც აკვირიან ამას ყვირიან იმ ქვეყანაშიც იმ ქვეყანაშიც იმ ქვეყანა ტონალობაც კი ერთი და იგივეა ტონალობა რუმინეთში უნგრეთში სერბეთში საქართველოში იმაში ერთი და იგივე ტონალობითაც ყვირიან იმ რაღაც არ იქნება მშვიდობა არ იქ ერთი ტონალობა სიტყვებიც ხო ერთ და იგივეა მოქმედებაც ერთი და იგივეა აგერ სერბეთში ნახე ხო გადატრიალების მცდელობა საქართველოში გადატრიალების მცდელობა რუმინეთში გადაატრიალეს კაცი გააკრეს საერთოდ ადამიანმა არჩევნები გააუქმეს და კაციც გააუქმეს საერთოდ გაკრა აღარ არსებობს ხო წარმოიდგინე ის ახალი რომ მოვიდა იმდენად აზი არ იყო ისეთი განცხადებები აკეთა რომ მე სამჯერ ბოდიში მოიხადა უკაცრავად შევიჭერი სადღაც სხვაგანო ხო შენ წარმოიდგინე იმისი რა ქვია მოლდავეთის პრეზიდენტი მეზობელი ქვეყნის მოქალაქეა კი რუმინეთის ესენგეს წევრი რა ვაფშე აბსურდში ცხოვრობს სრულში და ეს აბსურდი ყოველ დღე აი ეს პანდორას კუც რო ვიძახი გაიხსნა აი აბსურდ ამ სოფლიო აბსურდს ამაზე ვილაპარაკოთ რატო გრძელდება უკრაინის ომით დაიწყო ეს ასე ვთქვათ მძაფრი დაპირისპირება და ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და საქართველოზე ხო უკრაინის ომი ვხედავთ რომ ისე არ მიდის როგორც deep states უნდა და ან ყოველ შემთხვევაში როგორც ჩვენი რადიკალური ოპოზიცია გვიკიჟინებდა რადიკალურ ოპოზიციას რა გინდა თუ აგერ ესენი რო არიან ვითომ სპეციალისტები სამხედროები რეებს ლაპარაკობდნენ არ მიდის ესე გემდერები რეებს რა როგორ მიდის დღეს აიღეს რა აიღეს იცი დღეს რუსებმა დღეს აიღეს ზუსტად ის ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი სადაც არის აი ეს მარაგი ყველაზე დიდი რაზეც აქვს დადებული ხელშეკრულება ამერიკელებთან უკრაინელებს. ამერიკამ რაზეც ჰქონდა და ბოლო მოაწერინეს ხელი ამ. ეს ხო ყველაფერს გაყიდის. ამას არანაირი კავშირი აი ამ ბოროტ მასხარას უკრაინასთან არ აქვს. არც ჰქონდა არასოდეს. ეგ ვისი დანიშნულიც არის აქ და შუბზე აწერია და რისთვის წმენდნენ იქ უკრაინას რატო ასუფთავებენ. წმენდავენ ხო ეგ ნათელია ხო ყველამ ხედავთ ამას ახლა ბევრი ჩვენ არ ვილაპარაკებთ ამას იმიტომ რომ ჩვენი საქმე არ არის ამ შემთხვევაში ჩვენ საფრთხეებზე ვილაპარაკობთ ხო რაც ჩვენ გვემუქრება და იმათ რა დამართეს ჩვენ მეგობარ უკრაინელ ერზე შეიძლება ვილაპარაკოთ და გული გტყიოდეს რაც რა დღეში ჩააგდო ამ ბოროტმა მასხარამ ამან ხო და ხო ფაქტია რომ უკრაინის ომი ისე არ სრულდება როგორც ვარაუდობდნენ ისინი ვინც მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ ეგ მაგათ რომ რამე ევარაუდათ ამ ომს არ დაიწყება რატომ გრძელდება ეს ზეწოლა ჩვენზე და რატომ არ წყდება თუნდაც კაი ამერიკის მხრიდან შედარებით შესუსტდა კი ბატონო მოდი ვაღიაროთ და გაუსვათ ამას ხაზი რომ ამერიკის მხრიდან შედარებით შესუსტდა
ზედაპირზე კი შიგნით. მაგრამ ევროპის როგორ შესუსტა, აგერ ვნახეთ ხო ელჩის გამოსვლა ხო? ეგ არის შესუსტა. ამერიკის ელჩია. არც არის ელჩი ახლა, მოდი ესე ვთქვათ. არ არის უკვე ელჩი აღარ არის. არა, ჯერჯერობით ელჩია. ამიტომ ეს არის ოფიციალური პოზიცია. ოფიციალური პოზიცია შეგვიძლია მივიღოთ, ხო? ეხლა სხვა საქმეა რომ შეიძლება თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები არ ლაპარაკობენ მამას ოფიციალურად. თუმცა სიცრუე ეხლა წარმოვიდგინე რამდენიმე დღის წინ აი ეს რო არის საროსკიპოები რა, იმის პრეტენზია რო აქვს იმისი მედია არიან, გაავრცელეს იმისი თეთრი სახლის განცხადება. აბსოლუტური რაღაცა. რომელიც მე არსად არ მოიძებნა. მაგრამ იმ ორივემ რა, აი ამ ორივემ საფიფარეშო ამის შესახებ განცხადებები გააკეთეს, დაწერეს, გადმოიტანეს, რომ აი რა თქვა, ამ დროს ამის ეს ყველაფერი ტყილზე, რასაც უნდა იმას ლაპარაკობენ, რასაც უნდა იმას წერენ, ოღონდ რამენაირად და მაგრამ ის არ ესმით, რომ ბავშვობაში ვსწავლობდით, მე მახსოვს რომ ეკაში იყო, აღარ ვიცი, მაგრამ ის იყო რა ქვია ერთი მოთხრობა მგელი მოდის, რომ ბავშვი რო ყვიროდა. მე მართლა რომ ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ, ათჯერ და მე მართლა მოვიდა და შეჭამა იმ გელმა, იმიტომ რომ აღარავის აღარ ჯეროდა. ეგრე არის ეს რა განცხადებაც უნდა გააკეთონ, აცი. ფონდერ ლაინმა, მონდერ ლაინმა, შახინმა, მახინმა, იმან ჯოვილსონმა, ვინც გინდა თეთრმა სახმა, რაც უნდა გააკეთონ. ეგ აქ აღარავის აღარ აინტერესებს, იმიტომ რომ იციან რომ ტყუილია. მართალი რა არის, იციან თუ მართალ განცხადებას გააკეთებენ, კი ბატონო. მაგრამ ის რომ ზვიად რატიანი არის პოლიტპატიმარი და სინდისის პატიმარი, რამდენიც უნდა გინდა ტრამპმა თქვას დღეში 9ჯერ და ეგ არაფერს არ შეცვლის ქართული საზოგადოებისთვის. ვერც ერთი განცხადება დღეს ვეღარ მუშაობს, იმიტომ რომ იმდენი ტყუილია ამ განცხადებაში და გაუთავებელი ტყუილია, აბსურდამდე მისული ტყუილია, ხო? იქ დღეს ხო გეუბნები მე ახლა სპეციალურად ყურადღება მივადევნე ამ იმისი რა ქვია ამ ეუთო საპარლამენტო, იმიტომ საინტერესო იქნება რა იქნებოდა, რომ დღეს დღეს აი ამაყი ვიჯექი, რომ ეს მახაშვილი და იმას რა სამხარაძეს და ბითაძეს რო უყურებდი, ამაყად ვიყავი, რომ მეთქი ჩემი ქვეყნის წარმომადგენლები არიან და მართლები არიან და როგორ ძლიერად, როგორ ელაპარაკებოდა, წარმოიდგინე. მაგას როგორ გაბედავდა 10 წლის წინ საქართველოსთან გაგზავნილი ვიღაცა წარმომადგენელი როგორ გაბედავდა ამ ვერ გაბედავდა ამას იმიტომ რომ მაშინ 10 წლის წინ იყო დასავლეთი ფეტიშიზმი იყო ჩვენთან რაღაცა კერპები იყო რომ აი მან თქვა მე რა რომ იმან თქვა რა მნიშვნელობა აქვს ტყილს ვინ იტყვის ის რო ადგეს ახლა მაჰატმა განდი საფლავიდან და ტყვილი თქვას მაინც ტყვილი იქნება ანის რა ვიცი ვინც გინდა ჯეფერსონი და დაждდეთ თეთრ და თქვას რომ ზია ამაღლობელი არის სინდისის პატიმარი. მე რა ზია ამაღლობელმა ხელი გააკეთა ჯაფარიძე არის პოლიტპატიმარი. ჩვენ ხო ეს ყველაფერი ვნახეთ. რა თმინდა მე ვინ რაც მე ხო ჩემი თვალით ვნახე რომ სილა გაარტყა პოლიციის უფროს. და ეს რატო ხდება? იცი შენი სტრუქტურების შენი ქვეყნის ამოდება უნდა და აი აქ. ეგ არის მათი ამოცანა და იმათი ამოცანაც იქ არის იმ ვაშინგტონში იმ ოთახებში რომელიც არ ჩანს. იქიდან მოდის ეს ყველაფერი. იქ არის ძირითადი ძალა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოფიციალურ სტრუქტურებში შედან. არა, სასახლეები აქვთ თავისი, დიდი შეხვედრის ადგილები აქვთ, დიდ იმას BlackRock-ს აქვს 17 ტრილიონი ბიუჯეტი. და ამას წინათ წარმოიდგინე თავმოყარეობის ნასახი რო კონდეს იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინ დღეს უკრაინაში არიან. გენერალურმა დირექტორმა BlackRock-ის განაცხადა, რომ დაანებეთ ამან დამარხვას მიწაშიო, დაწვით ეს გვამებიო. ეს მიწები ჩვენა გვაქვს შესყიდული ყველაფერი და ჩვენ გჭირდებაო აქ სასაფლაოებს, რომ ეს წარმოიდგინე მართლმადიდებელ ქვეყანას ეუბნება ვიღაცა პარანოიკი 17 ტრილიონის პატრონი, ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლის ფასი არა აქვს არანაირი. ხო? არც დენიგანისთვის აქვს ადამიანის სიცოცხლის ფასი არანაირი, იმიტომ რომ მაგას ესმის, რომ თავისი განცხადებით დღევანდელით ის აკეზებს, აი ამ ტრულაილა ოლაილებს რა, რაზეც შენ თქვი, რომ ვიღაცამ ისროლოს, ფიცოს ესროლეს. ის ოლივერ ვარხეიმ რაც თქვა, ეს ხო ამას ხო არ გაუვლია ისე ირაკლი კობახიძეს პირდაპირ უთხრა, შენ ხო ნახე ფიცოს რა მოვიდაო. ხო? ცდელობა იყო ორბანზე თავდასხმის, ხო? ვის ებძვიან? ებძვიან ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი ღირებულებების, ცხოვრების წესის, წარსულის, ისტორიის
დაცვას არა გეუბნებიან, რასაც გეტყვი იმას გავაკეთებ და ამის ყველაზე ნათელი მაგალითია რომ დაეწყნენ ეს 7 თუ 8 ეს ფარჩაკი და თავის ფეხიჩი ხაზარაძე თავის ფეხით ციხე შევიდო და არ გადამრიო რა. ამ თემაზე ვეღარ მოვასწრებთ უკვე გაგრძელებას, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო. მადლობა მინდა გითხრათ მომბრძანებისთვის, საინტერესო შეფასებებისთვის. გოგა ხაინდრევა იყო ჩვენი სტუმარი, მაყურებელს შევახსენებ პოსტ ანალიტიკა დღეს ამით დასრულებულია. უშაბათებდა გემშვიდობებით დროებით.